საღამო მშვიდობისა ტელეკომპანია გურჯაანი ჟურნალისტებთან ერთად დღეს ახალ ამბებს მე ნინო სამიაშვილი გაგაცნობთ. დღეიდან ყოველ კვირა დღეს პირველი საათიდან 5 საათამდე ეს მანქანა და ბატონი ზურაბი მოემსახურება უფასოდ ნებისმიერ მსურველს. გურჯაანში მერსედესის მარკის უფასო ტაქსი გამოჩნდა. მძღოლი გურჯაანის საკრებულოს წევრი ლეიბორისტი ზურაბ სეფიაშვილია. მოემსახურება თუ არა იგი უფასოდ სხვა პოლიტიკური პარტიის მხარდამჭერებსაც და რატომ გადაწყვიტეს კონკურენტმა ტაქსის მძღოლებმა რომ მგზავრობა უფასოდ თავადაც გახადონ. ცლა დეტალები მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში. სადაც უნდა მოიყვანა. ჩემი ხელითაც მოხუცები რო იქნებიან ჩავალაგებ ბაგაჟნიკს სახლის გარებამდე მივიყვან ამოუგვარგი რა. პოლიტიკოსები არიან ჩვენი მოსამსახურეები. ეს მინდა მე დავანახო ხალხს, მე მაგათი მსახური ვარ. ესენი ბატონებად რო ადგებიან, არა ესენი წყეპლისცები თუ და გამოყარონ იქიდან. სოფელი წყლის, გზის, გაზის, სკოლისა და ბაღის გარეშე, რატომ იხარჯება ათასები და არ გვარდება პრობლემები. ხილისყაროლები პროტესტის ნიშნად ადგილობრივი ხელისუფლების კრებაზეც აღარ მივიდნენ. აი სავალალო მდგომარეობა ვერ გავხვალ, ვერანაირად. სანამ ბოლოში ჩახვალ კიდე რომ ტრანსპორტს რამეს გაკო, უნდა ან დაიცვალო, ან უნდა დაირეცხო. განქორწინები, დასრულებული ადრეული ქორწინებები და პრობლემები ექმნებათ გოგონებს, რომლებიც ოჯახებს ნაადრევ ასაკში ქმნიან. თემაზე ექიმი და ფსიქოლოგი საუბრებს. ჩვენთან ხომ მაღალ დონეზეა ჯერ კიდევ ქალიშვილობის ინსტიტუტი. ამიტომ გოგონა, მოზარდი გოგონა, რომელსაც მოთხოვნილება აქვს სიყვარულისა, ხშირად ცდება. ბავშვი თავისი შინაგანი ჰორმონალური სტატუსით სრულიად მოუმწიფებელია. ადრეული ქორწინების ფაქტზე კი მთავარი სტუმარი გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი ლელა ბაქრაძე თბილისიდან ჩაგორთვება. თელავის გამგეობას სკვერების თვალ-თვალს იწყებს. 4 ვიდეო თვალი შესაძენად უკვე 2500 ლარი დახარჯეს. რამდენიმე დღის წინ ვიღაცა მანქანით შევიდა ამ გაზონზე, მწვანე ნარგავი ერთი წაღლი მოწყდა. 9-დან 13 მარტამდე გურჯაანი კრივში ჭაბუკთა შორის ჩემპიონატს უმასპინძლებს. ეთერშია ტელეკომპანია გურჯაანის მთავარი საინფორმაციო გამოშვება. გურჯაანში კვირა დღეს მერსედესის მარკის ავტომობილით უფასო ტაქსი ივლის. ქველმოქმედი მძღოლი გურჯაანის საკრებულოს წევრი ლეიბორისტი ზურაბ სეფიაშვილია. იგი ყოველ კვირა 4 საათის განმავლობაში მოქალაქეებს კომფორტულ მგზავრობას მუსიკის თანხლებით უფასოდ შესთავაზებს. მზად არის უკიდურესად გაჭირვებულები თბილისშიც კი გადაიყვანოს. მიაქცევს თუ არა ლეიბორისტის საკრებულოს წევრი ყურადღებას, მგზავრი რომელი პოლიტიკური პარტიის მხარდამჭერი იქნება, ამას სიუჟეტში გაიგებთ. ზურაბ სეფიაშვილის ტაქსით თავადაც ვიმგზავრე და ნახოთ ვიდეო. გურჯაანში უფასო ტაქსი გამოჩნდა. მძღოლი გურჯაანის საკრებულოს დეპუტატი ლეიბორისტი ზურაბ სეფიაშვილია. სანამ პირველ სამუშაო დღეს დაიწყებს, ჯერ ბოდიშუხდის მათ, ვისაც აქამდე ემსახურებოდა. ბოდიშუხდი ჩემ თბილისელებს ზათავარ ყოველთვის ყველა ქართველისთვის ყველას ემსახურო, მაგრამ როგორც ხედავ ჩემს რაიონს უფრო ჭირდება, როგორც დეპუტატი და როგორც ხელმოქმედი. მართალია ტაქსი უფასოა, თუმცა მომსახურების ხარისხი მაღალი. კლიენტებს 80-იანი წლების საყვარელ მელოდიებს ხარისხიანი მაგნიტოფონით ასმენინებს. იმაზეც კი იზრუნდა, რომ კანონი არ დაარღვიოს და ტელეფონს ამ მაგნიტოფონშივე უპასუხოს. ეს მაგნიტოფონი ერთი მანქანის ფასები გამართი რომელიც GPS, ნავიგატორი, ტელეფონის აი როგორ ისა. აი Bluetooth ჩავთავეს რა თქმა. აქედან უპასუხები მას რა რაცია. თუ არ დაგაჯარიმოთ პატრონმა. ოპელიდან მერსედესის მარკის ავტომობილზე გადასული აღნიშნავს, რომ არც მანქანა და არც საწოვი ნაკურთხი პრემიით ნაყიდი არ აქვს. ხოლო თუ რა მანძილს გასწვდება მისი ჯიბე, ასე პასუხობს. მოდი მაგალითად ჩავასხი 50 ლარის საწოვი. და ნუ ახლა ეკონომიური მანქანა ეს ახლა ნაკურთხი პრემიით ნაყიდი არ გეუბნა. დავინახავ გაჭირებული ადამიანი და იმას ესე იგი აი იმის იქით მაგალითად ძალიანად ჭირდება იმ წუთში შემოსახურება თბილისში კი არა სადამდესაც გამოშვებენ საქართველოს საზღვრებსაც გავაცდენ. ესე არ ესმით ხალხს, ეს უნდა გაიგონ. პოლიტიკოსები არიან ჩვენი მოსამსახურეები. ეს მინდა მე დავანახო ხალხს, მე მაგათი მსახური ვარ. ესენი ბატონებად რო ადგებიან, არა ესენი წყეპლისცები თუ და გამოყარონ იქიდან. ესეა. ხაი რომელიმე სხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი რო იყოს ნაციონალური მოძრაობის ან ქართული ოცნების მასაც მოემსახურება. რა თქმა უნდა, პოლიტიკა ჩემთვის მტრობას არ ნიშნავს. ნაციონალი კი რა ვინც გინდა იყოს რა მნიშვნელობა აქვს ჩემ ტერიტორიას იმასაც მოემსახურება.
ჩალვა ნათელაშვილი განსაკუთრებით აკრიტიკებს ხოლმე ნაციონალურ მოძრაობას და ქართულ ოცნებას. არ გაგიბრაზდებათ? მე ზურაბ სეფიაშვილი ვარ და ის ჩალვა ნათელაშვილია და მე ვერავინ ვერ გამიბრაზდება. მე ჩემს ქცევებზე ვაგებ პასუხს. და ჩემთვის ასე ვთქვათ, მე არ ვიმართები არავისგან, ერთადერთი ღმერთისგან ვიმართები. მეტი არავისგან დედამიწაზე, არც ჩალვა ნათელაშვილისგან და არც რომელი. პირველი კლიენტი ისე ჩაჯდა ტაქსიში, რომ ეს ნიშანი არ შეუმჩნევია. ქველმოქმედმა გზაში აცნობა, რომ გზავრობის თანხა ლეიბორისტის სახელით იყო გადახდილი. დაბძანდით, საით მიბძანდებით, უფასოა. დაბძანდით, წაგიყვანთ. ისე წაგიყვანთ უფასო. უფასო აგენახე დასხედით მეთქი როცულად. პირველად გავიგე უფასო ტაქსი. ლეიბორისტ დეპუტატს უკვე კონკურენტებიც გამოუჩნდა. გურჯაანელი ტაქსის მძღოლი ამბობს, რომ კვირა დღეს უფასოდ ხალხს თავადაც მოემსახურება. მეც უფასო დავიწყებ. ზოგ მძღოლს კი დეპუტატის ქველმოქმედება იმდენად უყვირს, რომ მანამდე არ დაიჯერებს, სანამ თავადაც არ მოემსახურება. უფასო როგორ უნდა წარმოვიდა მერსედესი. ჟიგული რო იყო კიდე ჯანდაბას აი დანგრეული ჟიგული იტყვი რომ იაროი. მერსედესი გაგზავნილი ღირებული მანქანა. ბენზინი მაგას არ უნდა, ნაწილები მაგას არ უნდა. გაგიკურდეთ ყვარელში რო წაიყვანა? ყვარელში წაიყვანა? აი ახლა მე ჩავუძლებდი რომ მოედა წამოყვანოს თბილისში საქმეა. საკრებულოს წევრი ზურაბ სეფიაშვილი კლიენტებს 15 მარტამდე ემშვიდობება. ყოველ კვირა დღეს პირველი საათიდან 5 საათამდე ეს მანქანა და ბატონი ზურაბი მოემსახურება უფასოდ ნებისმიერ მსურველს. ბაზარი იქნება თუ სადაც იქნება მიყვანა მიაბძანებს ადგილამდე. სოფელი წყლის, გზის, გაზის, სკოლისა და ბაღის გარეშე. სოფლის დახმარების პროგრამის ფარგლებში ყოველწლიურად დახარჯული თანხების მიუხედავად, თხილის წყაროს მოსახლეობას წლებია პრობლემები არ უგვარდება. რატომ ვერ დაეხმარა სოფელს გამოყოფილი რამდენიმე ათასი ლარი და არის თუ არა ადგილობრივი ხელისუფლება პასუხისმგებელი, რომ თანხების საჭიროებისამებ გადანაწილდეს. დღეს თხილის წყაროში ეთერ-თეთრაძე იმყოფებოდა, აქაურების ნაწილი ჟურნალისტს აღარ გაისაუბრა იმის ეზით, რომ პრობლემების მოგვარების იმედი არ აქვთ. ისინი პროტესტის ნიშნად სოფლის დახმარების პროგრამის ფარგლებში პრიორიტეტების შერჩევის კრებაზეც აღარ გამოცხადდნენ. ყველანაირად ჩამორჩენილი სოფელია ყველანაირად და ეს გაზი მაიცაკო. არაფერი ხო აქვს. ეს ყვარლის რაიონის სოფელი თხილისწყაროა. აქ 40-მდე კომს ცხოვრებისთვის საჭირო პირობები არ გააჩნია, რადგან მათ არც სასმელი წყალი და არც ბუნებრივი აირი არ მიეწოდებათ. სოფელს არც გზა აქვს და არც ექიმი ჰყავს. აი სავალალო მდგომარეობა ვერ გახვალ ვერანაირად. სანამ ბოლოში ჩახვალ კიდე რომ ტრანსპორტს რამეს გაყვე, უნდა ან დაიცვალო, ან უნდა დაირეცხო. იქამდე სანამ გაყვან რაღაცით მიხედო შენ თავს. ის საშინელი მდგომარეობაა, თვითონ არიციან რომ შემოდიან, ხედავენ რა ამბავი არის ქუჩაზე. გავლა არ შეიძლება არაფრით. სოფელს წყალი აქვს, მაგრამ სოფელს პატრონი არ ახყავრო წყალი. იყო ჩაყრილი მილები რომ წყალი გამოეყვანათ, მაგრამ ხო და არ არის საშუალება არ გააკეთეს. არანაირი არაფერი სოფელში ჩვენ არა გვაქვს. აი გზა როგორი ის არის. სუყელ მაღაზია ჩვენ არა გვაქვს. ეს პიჭკა დამჭირდეს რამდენი ახალციხეში მივიდივარ მოვიდივარ. წლებია სოფელში სკოლა და ბაღი აღარ ფუნქციონირებს, რის გამოც ბავშვების ნაწილი სკოლამდელ განათლებას ვერ იღებს. ბაღი აქ არა გვაქვს, სკოლა არა გვაქვს, მაღაზია არა გვაქვს, არაფერი არა გვაქვს. ტრანსპორტი მაინც დაგვინიშნონ. ბაღს თუ არ გაგვიხსნიან, სკოლას თუ არ გაგვიხსნიან, რომ ვიაროთ. ბავშვებს ხან ერთი წაიყვანს, ხან მეორე წაიყვანს დედა გაყვება. 16 ბავშვია მარტო აიქ ბაღისა და არ გვიხსნიან ბაღს. სოფლის მხარდაჭერის პროგრამით აქ ყოველ წელს რამდენიმე ათასი ლარი იხარჯება, თუმცა ამ თანხით ადგილობრივმა ხელისუფლებამ ვერც ერთი პრობლემის მოგვარება ვერ შეძლო. დაყრიან დიდ ქვებს. მერე მანქანა შეუსწრის, ის თქვა გადააგდებენ გვერდზე, იქაჩება ისე ორმო. ხელახლა მოსახლეში ეგ არ ხდება არჩევნების წინა დღეებში, 2 დღით ადრე. რატომ? რატომ? იმიტომ რომ ალბათ ვიღაც უფროს შემოვიდეს და დაინახო რომ ოხრეშილი გზებია, კარგი სოფელი გვაქვს. მოდიან, რა გავაკეთოთ? თვითონ მეგვეკითხებიან და თუ ჩვენ ვიცით, გვეუბნებით რომ ან წყალი გაგვიკეთონ. სულ არ და ბუნებრივი გაზი ის 5000 არ ეყოფა იმ ერთი ტრასას, აი იქამდე ამოვიდეს, აქედან ვისაც რა საშუალება გვაქვს. ჩვენით ამოვიყვანოთ და შევიყვანოთ სახლებში. თანხაში ვერ ვეტევით. ესეთი ბრძანება გაიცა. ყვარლის გამგებლის მოადგილის ინფორმაციით სოფლის მხარდაჭერის პროგრამით გამოყოფილი 5000 ლარით გასულ წელს გზა მოხრეშეს და სასაფლაო შემოღობეს.
სკოლა აღარ არსებობს, რადგანაც მცირე კონტინგენტიანი იყო, სკოლა მოსწავლეების რაოდენობა იყო ძალიან მცირე, ისინიც მეზობელი სოფლის სკოლით სარგებლობენ და შესაბამისად მათ ისინი იყენებენ ტრანსპორტს და აი ზუსტად იმ ტრანსპორტს ჩვენ აუნაზღაურებთ იმ თანხას, რაც საჭიროა სკოლამდელი ბავშვების გადასაადგილებლად მეზობელ სოფელში. რაც შეეხება წყლის პრობლემის მოგვარებას, ვფიქრობთ, რომ ზაფხულამდე წყალით და გზის პრობლემაც უნდა მოგვარდეს. 2015 წელსაც ამ სოფლისთვის მხოლოდ 5000 ლარია გამოყოფილი. არადა ყვარლის რაიონში თხილისწყარო ერთ-ერთი ყველაზე გაჭირვებული სოფელია და გამოდის, რომ თუ დამატებითი თანხები არ გამოიყო 5000 ლარიც არ იქნება საკმარისი სოფლისათვის და ამჯერადაც პრობლემები ისევ მოუგვარებელი დარჩება. განქორწინები დასრულებული ადრეული ქორწინებები. კახეთში არასრულწლოვანთა მიერ ოჯახების შექმნის ფაქტები გახშირდა, რაც მოზარდებს სწავლის გაგრძელებაში ხელს უშლის. პრობლემები მათ ჯანმრთელობასაც ექმნება. დღეს ვერა იაშვილი ესაუბრა ექიმ გინეკოლოგსა და ფსიქოლოგს, თუ რა პრობლემები შეიძლება გამოიწვიოს ადრეულმა ქორწინებებმა. ვერა, როგორც ვიცი, შენ რესპონდენტების აზრიც გაიგი ამ თემაზე. საინტერესოა, როგორია შემთხვევითი შერჩევის პრინციპით შერჩეული გამოკითხულთა დამოკიდებულება. ტელეკომპანია გურჯაანი კახეთში ადრეული ქორწინების ფაქტებს აქტიურად აშუქებს. ჩვენ არაერთი სიუჟეტი მოგვიმზადებია ამ პრობლემის შესახებ. ერთი პერიოდი ადრეული ქორწინების ფაქტები ეთნიკურ უმცირესობებში უფრო მეტად იკვეთებოდა, თუმცა ასეთი შემთხვევები გახშირდა ჩვენს რაიონშიც. 12 წლის ორსული გოგონას ფაქტის გაშუქების შემდეგ ჩვენ შევიტყვეთ, რომ ერთ-ერთ სოფელში 13 წლის გოგონაც გაათხოვეს, რომელსაც ოჯახი 3 თვეში დაენგრა. გადავამოწმეთ ინფორმაცია და ამ დროისთვის მოზარდი საჯარო სკოლაში კვლავ დადის. რა პრობლემას უქმნის ადრეული ქორწინება მოზარდის ჯანმრთელობას? ამ თემაზე დღეს ჩვენ ექიმ გინეკოლოგ ნანა მღებრიშვილს ვესაუბრეთ. მარტო იმის თქმა, რომ გოგონა გარეგნულად არის ფიზიკურად მომწიფებული და ჩამოყალიბებული, ფიზიკურად მომწიფებული, ეს იმას არ ნიშნავს, რომ უკვე შესაძლებელია მისი თქვათ გათხოვება. ეს ბავშვი თავისი შინაგანი ჰორმონალური სტატუსით სრულიად მომწიფებელია, განსაკუთრებით 18 წლამდე, ასაკი ყოველთვის იქნება რისკის ფაქტორის ქვეშ. თუ რა არის ადრეული ქორწინების მიზეზი და ვის აკისრია პასუხისმგებლობა, რომ გოგონა მესნაბიჯი 18 წლამდე არ გადადგას, ჩვენ ამ თემაზე ფსიქოლოგსაც ვესაუბრეთ. ქართული მენტალიტეტიდან გამომდინარე, ჩვენთან ხომ მაღალ დონეზეა ჯერ კიდევ ქალიშვილობის ინსტიტუტი. ამიტომ გოგონა, მოზარდი გოგონა, რომელსაც მოთხოვნილება აქვს სიყვარულისა, ხშირად სდება. საჭიროა ცოდნა იმისა, რომ მიმდინარეობს მოზარდის 14-15 წლის გოგონას ორგანიზმის მზადება მიდის მომავალში ჩამოყალიბდეს სრულფასოვანი ქალი, ხო? მისი ორგანიზმი ბიოლოგიურად, ფიზიოლოგიურად არ არის ჩამოყალიბებული. ამიტომ მასთან ძალიან ფაქიზი ურთიერთობებია საჭირო. უნდა გაიზიაროს დედამ, მეგობარმა, უფროსმა ადამიანმა მისი სურვილები. ადრეული ქორწინების ფაქტებზე გურჯაანში რესპონდენტების აზრი გამოვიკითხეთ, ისინი შემთხვევითი შერჩევის პრინციპით შევარჩიეთ. აღმოჩნდა, რომ გამოკითხულთა უმეტესობა ადრეული ქორწინების წინააღმდეგია და ისინი ამ პრობლემის გამოსავალს ასე ხედავენ. მე მგონი 19-ის ქვევით არ უნდა გათხოვდეს გოგო. უნდა გათხოვდეს 19-დან 25 წლამდე, ბიჭები 25-დან 30 წლამდე. თემა მართებს გამზრდელისა რა გაზრდილი ნახოცული დედების ბრალია. არ არის მიზანშეწონილი ადრეულ ასაკში და ქორწინება. ბავშვები ბავშვურაზროვნება და იმას ოჯახში იქნება ძალიან ადრევია ვინა. უკვე ეს დასრულმა ადამიანმა უნდა გააკეთოს ეს არჩევანი, რომ აი შეძლებს თუ ოჯახის წარმართვას, ოჯახის შექმნას და ასე შემდეგ. იმიტომ ისინი პატარები არიან და არა აქვთ იმად გააზრებული ოჯახი რას ნიშნავს. აუცილებელია დედამ მიაწოდოს ბავშვს ეგ ინფორმაცია. უნდა ქონდეს მეგობრული ურთიერთობა პირველ რიგში, არაფერი არ უნდა ქონდეს ერთმანეთში დასამალი და მაგ შემთხვევაში ბავშვი ალბათ იმედია გაითვალისწინებს ეს რჩევას. ყველა დედას ალბათ მე მიუმართავ იმას, რომ ყველა დედამ შეუშალოს აი ამ ასაკში. იმიტომ რომ ძალიან ადრევია 18 წლამდე. მე პირადად წინააღმდეგი ვარ. გაეროს მოსახლეობის ფონდის სტატისტიკური მონაცემებით საქართველოს აღმოსავლეთ ევროპაში ადრეული ქორწინებების მიხედვით მოლდავეთის შემდეგ მეორე ადგილზეა.
ადრეული ქორწინების თემაზე ვცლად სასაუბროთ თბილისიდან გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი ლელა ბაქრაძე ჩაგვერთვება. ქალბატონი ლელა, დიდი მადლობა, რომ გადაცემაში იღებთ მონაწილეობას. ადრეული ქორწინების ფაქტებზე ვრცელდება სხვადასხვა მონაცემები, მაგალითად სახალხო დამცველის ინფორმაციით 2011 წლის ოქტომბრიდან 2013 წლის იანვრამდე 7367 გოგონამ შეწყვიტა 9 კლასის შემდეგ სწავლა. ამ ციფრს არ ეთანხმება განათლების სამინისტრო. რეალურად არსებობს სტატისტიკური მონაცემები, რა მდგომარეობა საქართველოში ადრეული ქორწინების გამო ზუსტად რამდენმა გოგონამ შეწყვიტა განათლების მიღება? ასეთი მონაცემების, ზუსტი მონაცემების სტატისტიკა სამწუხაროდ არ არსებობს. ვინაიდან როგორც იცით, პირველ რიგში ეს არის დაკავშირებული ქორწინების რეგისტრაციის საკითხთან, იმიტომ რომ ქორწინების რეგისტრაციის, ანუ ქორწინების მინიმალურ ასაკად საქართველოს კანონმდებლობა განსაზღვრავს 18 წელს. თუმცა იქ არის გამოცემული სპეციალური დაშვებები, რომელ შემთხვევაში შესაძლებელია ქორწინების რეგისტრაცია 16 წლის ასაკიდან. ამიტომ უნდა ვიფიქროთ, რომ ქორწინებების რეგისტრაცია, ისიც ალბათ არა ყველა 16 წლის ასაკიდან არის რეგისტრირებული. თუმცა ალბათ ესეც არ არის სწორი, იმიტომ რომ არის ალბათ ქორწინებები, რომელიც შეიძლება 16 წლის ასაკიდანაც არ რეგისტრირდება. მაგრამ რაც შეეხება 16 წლამდე ქორწინებებს, ასე ვთქვათ, ტრადიციულ წესებს, რომელიც კანონმდებლობით არ არის გაფორმებული, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ კანონმდებლობა არ იძლევა ამის შესაძლებლობას. ალბათ ეს ქორწინებები საერთოდ არ არის ასახული ჩვენს სტატისტიკურ სისტემაში. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ჩვენ არ ვიცით ზუსტად, ანუ სტატისტიკური ინფორმაცია ზუსტად არ გვაწვდის ინფორმაციას, ვერ გვაწვდის ზუსტად რამდენი ქორწინება 16 წლის ასაკამდე. ამიტომ არსებობს გარკვეული კვლევები, რომლებიც ირიბად იძლევა ამ ინფორმაციას. მაგალითად, არსებობს კვლევა, რომელიც ჩატარებულია ეთნიკური უმცირესობის ქალთა მდგომარეობის კვლევა, რომელიც იძლევა ინფორმაციას, თუ რამდენი პროცენტი იყო დაქორწინებული გარკვეულ ასაკამდე. მაგალითად, ეთნიკურ უმცირესობების წარმომადგენელ ქორწინებაში მყოფ ქალთა 32% 18 წლამდე ასაკში დაქორწინდა. იმიტომ რომ ჩვენ ხო ვთვლით ადრეულ ქორწინებას 18 წლამდე ასაკად, ვინაიდან ეს არის განსაზღვრული როგორც ბავშვობის ასაკი, ხო მართალია? აქედან ასევე იძლევა ეს ინფორმაციას, რომ ეს არის 2012 წლის კვლევა. რომ 13-14 წლის ასაკში დაქორწინებულთა ხვედრითი წილი 5%-ია ამ ეთნიკური უმცირესობის ქალთა შორის, ხოლო 15-16 წლის ასაკში დაქორწინებულთა ხვედრითი წილი 16%-ს აღწევს. მაგრამ მე არ მინდა ეს ინფორმაცია ისე იქნას მიღებული, რომ ადრეული ქორწინება მხოლოდ ეთნიკური უმცირესობების პრობლემაა. ჩვენმა მცირე მასშტაბიანმა კვლევამ თვისებრივი კვლევა ჩატარდა, აჩვენა, რომ ადრეული ქორწინება, ეს არის პრაქტიკა, რომელიც საქართველოში გვხდება და გვხდება ყველა ეთნიკურ ჯგუფში, უბრალოდ არაერთგვაროვანია მისი გამომწვევი მიზეზები და პრაქტიკა. და ის განსხვავდება ქალაქად, სოფლად, განსხვავდება რელიგიური და გეოგრაფიული, ასე ვთქვათ, რეგიონული კუთვნილების მიხედვით. ქალბატონი ლელა, თქვენს მიერ ნახსენები თვისებრივი კვლევა როდის ჩატარდა? თვისებრივი კვლევა არის 2013 წლის, 2014 წელს გამოქვეყნდა ეს კვლევა. ეს არის ადრეული ქორწინება საქართველოში, რომელიც გაეროს მოსახლეობის ფონდის რეგიონული ოფისის ხელშეწყობით ჩატარდა საქართველოში. ის არის გაეროს მოსახლეობის ფონდის ვებსაიტზე, შეგიძლიათ ნახოთ, რომელიც იკვლევს რომელიც გვაწვდის სიტუაციურ ანალიზს და აგრეთვე თვისობრივ კვლევას რესპონდენტებთან, ექსპერტებთან, დაფუძნებულია ინტერვიუებზე ექსპერტებთან და ადრეულ ქორწინებაში მყოფ გოგონებთან, ასევე სახელმწიფოს შესაბამისი სტრუქტურების წარმომადგენლებთან. კახეთის მაგალითზე იკვეთება, რომ ადრეული ქორწინების ფაქტები არა მარტო ეთნიკურ უმცირესობებით დასახლებულ სოფლებში, არამედ ეს პრობლემა რაიონშიც მასიურად გვხვდება. რა კეთდება, რა ქმედითი ღონისძიებები ტარდება იმისათვის, რომ პრობლემა მოგვარდეს?
მინდა გითხრათ, რომ ამ საკითხს ნამდვილად ჯეროვანი ყურადღება მიექცა 2013 წლიდან, როდესაც ეს საკითხი პირველად მოხვდა სახალხო დამცველის წლიურ ანგარიშში და ჯერ კიდევ 2013 წელს გარემოსახლების ფონდმა და სახალხო დამცველმა ერთად გამართეს პრესკონფერენცია, რომ საზოგადოების და სახელმწიფოს ყურადღება მიექციათ ამ პრობლემისადმი. 2014 წლის მაისში ჩვენ ხელი შეუწყეთ ძალიან ისეთი მაღალი დონის საადვოკაციო შეხვედრას, სადაც მონაწილეობდნენ მთავრობის წარმომადგენლები, სადაც მონაწილეობდა რა თქმა უნდა სახალხო დამცველთან ერთად გაკეთდა ეს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, სადაც ჩვენ გამოვიტანეთ ჩვენი კვლევის შედეგები 2013 წლის ეს კვლევის შედეგები, რომელიც მე ვახსენე და ჩვენ ერთობლივად შევიმუშავეთ მაშინ რეკომენდაციათა მთელი ნუსხა. ფაქტი არის ერთი, რომ ამ პრობლემას ჭირდება მრავალმხრივი მიდგომა. ფაქტი არის ის, რომ ასევე საზოგადოება ვერ აცნობიერებს ამ პრაქტიკის ადრეული ქორწინების ძალიან ნეგატიურ გავლენას გოგონების მომავალზე და ნეგატიურ გავლენას არა მხოლოდ გოგონების მომავალზე, არამედ საზოგადოდ ქვეყნის განვითარებაზე. ვინაიდან როგორც იცით, ადრეული ქორწინება გოგონას უხშირეს შემთხვევაში ართმევს განათლების მიღების შესაძლებლობას, რაც ხელს უშლის გოგონას, რომ ჩამოყალიბდეს ზრდასრულ, განვითარებულ პიროვნებად, მას გააკეთოს ინფორმირებული არჩევანი თავისი მომავალის შესახებ, აირჩიოს, ასე ვთქვათ, თავისი შრომითი საქმიანობა თუ მომავალი განვითარების სხვა პერსპექტივები, რაც რა თქმა უნდა მოქმედებს იმაზეც, რომ მას არ აქვს საშუალება, რომ წვლილი შეიტანოს ქვეყნის განვითარებაში. ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ, რომ დღევანდელი გოგონები, რომლებიც არიან 12 წლის, 10 და 15 წელიწადში გახდებიან ჩვენი ქვეყნის ადამიანური კაპიტალი, იმიტომ რომ ჩვენ საქართველოს ისეთი მნიშვნელოვანი ბუნებრივი რესურსები, როგორც არის ნავთობი და გაზი, რა თქმა უნდა, არ აქვს და მისი ძირითადი კაპიტალი ეს არის ადამიანური რესურსები. ამიტომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ მაქსიმალურად ჩაიდოს ინვესტიცია ახალგაზრდების განვითარებაში, მოზარდი თაობის განვითარებაში, რათა საქართველოს მდგრადი განვითარება იყოს მაქსიმალურად ხელშეწყობილი იმით, რომ ჩვენ გვეყოლება განათლებული, მომზადებული, ინფორმირებული თაობა, რომელსაც შეიძლება წვლილი შეიტანოს ქვეყნის განვითარებაში. ქალბატონელელა, რამდენად ინფორმირებულები არიან გოგონები, რა რისკები შეიძლება გამოიწვიოს ადრეულმა ქორწინებამ? სამწუხაროდ ინფორმირებულობის დონე რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ და ადრეული ქორწინების რისკების შესახებ არის ძალიან დაბალი. ყველა კვლევა აჩვენებს, რომ ახალგაზრდებს და მოზარდ თაობას მნიშვნელოვნად აკლია ინფორმაცია რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ. ამიტომაც ვამბობდი, რომ მიდგომა უნდა იყოს მულტისექტორული და მრავალმხრივი. პირველ რიგში საჭიროა და ჩვენმა ერთობლივმა ღონისძიებამაც პირველი რეკომენდაცია, რაც გააკეთა, არის ეს, რომ აუცილებლად უნდა განისაზღვროს ქორწინების მინიმალურ ასაკად 18 წელი. ძალიან და ფაქტიურად ის ფართო დაშვებები და გამონაკლისები, რაც არსებობს კანონმდებლობაში, ნამდვილად საჭიროა, რომ გახდეს დისკუსიის საგანი, რამდენად საჭიროა ასეთი ფართო დაშვებების დატოვება საკანონმდებლო ჩარჩოში, ვინაიდან ეს ძალიან ნათელი სიგნალი იქნება საზოგადოებისათვის, რომ ქორწინების რეგისტრირება, ქორწინებაში შესვლა 18 წლამდე ასაკში ნამდვილად არ არის კარგი არჩევანი მოზარდისათვის, ბავშვისათვის, იმიტომ 18 წლამდე ფაქტიურად ითვლება ბავშვობის ასაკად. და პირველ რიგში ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ეს ადამიანის უფლებების დარღვევაცაა, ვინაიდან ბავშვობის ასაკში პიროვნება ბავშვმა არ შეიძლება მისცეს, ვერ მისცემს ინფორმირებულ თანხმობას ქორწინებაზე. ამიტომ ეს საკითხი ნამდვილად უნდა გახდეს მსჯელობის საკითხი და უნდა მოიძებნოს, ასე ვთქვათ, ყველაზე უფრო სწორი გამოსავალი იმისათვის, რომ საკანონმდებლო ბაზა იყოს მაქსიმალურად დახვეწილი და სწორი აქცენტების მიმცემი საზოგადოებისათვის. მეორე, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი, არის ის, რომ უნდა ჩატარდეს სიღრმისეული კვლევა ადრეული ქორწინების მიზეზების, პრაქტიკის და მისი შედეგების. ამას ნამდვილად ვაპირებთ და ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ ამ კვლევის ჩატარებას უახლოეს მომავალში შევძლებთ, რაც კიდევ უფრო მეტ ნათელს მოფენს ამ პრაქტიკას საქართველოში და უფრო მეტად გამოჩნდება ინფორმირებული პოლიტიკის შემუშავების საშუალება.
აუცილებელია ფართომასშტაბიანი გაცნობიერების ამაღლების ღონისძიებების ჩატარება. აქ უნდა იყოს, რა თქმა უნდა, როგორც ფორმალურ განათლების სისტემაში, მე გულისხმობ სკოლის პროგრამებში, ასევე არაფორმალურ განათლებაში. როგორც იცით, საქართველოს მიიღო ახალგაზრდული პოლიტიკა. ეს არის ძალიან კარგი და მნიშვნელოვანი დოკუმენტი, 2014 წელს იქნა მიღებული, რომელშიც სრულად არის ინტეგრირებული ახალგაზრდების რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხები და გენდერული თანასწორობის საკითხები და მე ვფიქრობ, რომ ამ პოლიტიკის ფარგლებში ერთ-ერთი მიმართულება ეს არის არაფორმალური განათლების კონცეფციის შექმნა და ჩვენ აქტიურად ვითანამშრომლებთ და თანამშრომლობთ კიდევაც ახალგაზრდების სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროსთან, რათა არაფორმალური განათლების სისტემაშიც მაქსიმალურად იქნას ასახული ეს საკითხები და ყველა ღონისძიება, რაც გაკეთდება ახალგაზრდების არაფორმალური განათლების ხელშესაწყობად, ამ საკითხებსაც ეხმაურებოდეს. წელს გაეროს მოსახლეობის ფონდს რა გაქვთ დაგეგმილი იმისათვის, რომ ეს პრობლემა გარკვეულწილად მოგვარდეს? ჩვენ გეგმავთ, რომ გავაგრძელოთ, ასე თქვა, ჩვენი დიალოგი, ხელი შეუწყოთ დიალოგს პოლიტიკის თემაზე, სახელმწიფო პოლიტიკის თემაზე, რა უნდა გაკეთდეს, უკვე ვახსენე საკანონმდებლო ცვლილებები და შევეცდებით, რომ ამ მიმართულებით ხელი შეუწყოთ დიალოგს და კონსულტაციებს, თუ რა უნდა გაკეთდეს ამ მიმართულებით, აუცილებლად დავიწყებთ დაგეგმვას კვლევის ახალგაზრდული, ასე ვთქვათ, ადრეული ქორწინების თემაზე და დავიწყებთ დაგეგმვას, ასევე განათლების სამინისტროსთან ერთად უკვე ვმუშაობთ იმაზე, რომ ამ საკითხების ინტეგრირება მოხდეს განათლების სისტემაში. ეს არის ძალიან ხანგრძლივი და ასე ვთქვათ, შრომატევადი პროცესი, იმიტომ რომ მოგეხსენებათ, განათლების სისტემაში საკითხების დანერგვა სჭირდება ძალიან დიდი შრომა, ბევრი, ასე ვთქვათ, მუშაობა, სტანდარტების შექმნა, სასწავლო მასალების შექმნა, მასწავლებელთა ტრენინგების მოდულების შექმნა, ასე რომ ეს მუშაობა მიმდინარეობს და ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ დადებითი შედეგის მომტანი იქნება. ჩვენთვის ეს არ არის ერთჯერადი საქმიანობა, ეს არის ჩვენი სტრატეგიული მიმართულება, რომელსაც გავაგრძელებთ მომავალი 5 წლის მანძილზეც. წარმატებას გისურვებ. დიდი მადლობა. საქართველოს ოფისიდან გაეროს მოსახლეობის ფონდის ხელმძღვანელი ლელა ბაქრაძე გვესაუბრებოდა. სოფლის დახმარების პროგრამის განსახორციელებლად წელს გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლებში სავარაუდოდ 1,100,000 ლარი დაიხარჯება. პრიორიტეტების შერჩევა უკვე დაწყებულია. სოფლის მოსახლეობასთან პირველი შეხვედრა დღეს გაიმართა. გამგეობის წარმომადგენლებთან ერთად დღეს ვაჩნაძიანისა და კახიფარის მოსახლეობამ იმ პრობლემებზე იმსჯელა, რომელთა მოგვარებასაც მიმდინარე წელს ითხოვენ. შეხვედრების დასრულების შემდეგ სოფლებში სამუშაოები დაიწყება. სოფლის პროგრამა საქართველოში 2009 წლიდან ხორციელდება. დღეს დაიწყო შეხვედრები მოსახლეობასთან. დადგინდება პრიორიტეტები, სოფელს უფრო რომელ კუთხით ეჭირდება დახმარება და აქედან გამომდინარე 23 რიცხვისთვის უკვე დასრულდება მოსახლეობასთან შეხვედრები და მე უკვე მიეცემა მსვლელობა, უკვე სამუშაოები დაიწყება. სკვერების თვალთვალისთვის გამოყოფილი 2500 ლარი. თელავის მუნიციპალიტეტში ახლად გაკეთებულ სკვერებსა და მემორიალს ვიდეო კონტროლის მეშვეობით დაიცავენ. ვიდეო თვალი დამონტაჟდება ნაფარეულში, იყალთოში, აკურასა და წინანდალში. თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინფორმაციით, აპარატურის დამონტაჟება ყველა სოფელში იყო დაგეგმილი, თუმცა უსახსრობის გამო ამ ეტაპზე ვერ მოხერხდა. დაბალი კულტურის მაჩვენებელი, ეხლა წარმოგიდგენთ იყალთოს სკვერში ამ ხელა თახა დაიხარჯა ყველას უხარია და უკვე მესამე შემთხვევა გარდა ამისა, რომ ამტვრევენ ბოთლებს, ასევე წარწერები კეთება და შემდეგ. და იყო შემთხვევა რაღაც ერთი თვის თვენახევრის განმავლობაში სკამზე ვიღაცამ წარწერები გააკეთა ახალშეღებლის სკამზე საღებავით. ამ რამდენიმე დღის წინ ვიღაცა მანქანით შევიდა ამ გაზონზე, მწვანე ნარგავი ერთი წალი მოწყდა. 9-დან 13 მარტამდე გურჯაანი კრივში ჭაბუკთა შორის ჩემპიონატს უმასპინძლებს. ღონისძიება საქართველოს კრივის ფედერაციის ორგანიზებით იმართება და მასში 1999-2000 წელს დაბადებული მოკრივეები 46 კილოგრამიდან 81 კილოგრამის ჩათვლით წონით კატეგორიებში იასპარეზებენ. გურჯაანის რაიონიდან 9 მოკრივე მიიღებს მონაწილეობას. ჩემპიონატი გურჯაანის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით რაიონის სპორტულ გამაჯანსაღებელ კომპლექსში ჩატარდება. გამარჯვებულებს სპეციალური პრიზები გადაეცემათ. გურჯაანში პირველად ტარდება საქართველოს ჩემპიონატი კრივში, სადაც ჩემი ბავშვები წღებულობენ მონაწილეობას. ეს ტურნირი რო ტარდება ძალიან კარგი რამე ხდება, იმიტომ ამ სპორტის ამ სახეობის პოპულარიზაცია ხდება, ის რომ
კრივი არ არის მარტო მუშტების ქნევა და რაღაცა ფიზიკური, ეს არის ოლიმპიური სახეობა საბრძოლო ხელოვნებისა. კრივი თავის-თავში მოიცავს ინტელექტს. გამოშვებას რეგიონს გარეთ განვითარებული მოვლენებით განვაგრძობთ, რომელსაც თამარ ჭანყვაშვილი გაგაცნობთ. მოგესალმებით და იმ ძირითად მოვლენებს გაგაცნობთ, რაც დღეს რეგიონს გარეთ ვითარდებოდა. საქართველოში უსახკაროთა ოფიციალური ბაზა არ არსებობს. სახალხო დამცველის ინფორმაციით 2012-13 წლებში მხოლოდ თბილისის მერიაში თავშესაფრის მოთხოვნით მოქალაქეების 10,000-მდე განცხადება იყო შესული, საიდანაც ათეული დაკმაყოფილდა. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ სათანადო საცხოვრებლის უზრუნველყოფის თვალსაზრისით პრობლემებია როგორც საკანონმდებლო კუთხით, ასევე პრაქტიკული თვალსაზრისით. უნდა შეიქმნას მონაცემთა ბაზა და საკანონმდებლო რეგულაციები უნდა დაიხვეწოს, რომელიც დღეს საერთაშორისო სტანდარტებს მოქმედი რეგულაციები სამწუხაროდ არ შეესაბამება. მხოლოდ რამდენიმე ათეული შემთხვევა იყო, როდესაც დაფიქსირდა რეალურად დაკმაყოფილება ასეთი მოთხოვნის. ანუ 10,000 განცხადებიდან მხოლოდ რამდენიმე ათეული განცხადება არის დაკმაყოფილებული. ეს ნიშნავს, რომ პრობლემები არის სერიოზული. ყოველთვის ვიღებთ ჩვენ ერთ და იგივე შაბლონურ პასუხს, რომ შესაბამისი თანხების არარსებობის გამო თვითმმართველობა ვერ უზრუნველყოფს შესაბამისად თავშესაფრით მოსახლეობას და ეს მე ვფიქრობ არის სერიოზული პრობლემა. აქედან გადაწყვეტა უნდა მოხდეს სისტემური წესი. აღსარება არის უდიდესი საიდუმლო ის, რომ არ ყოფილიყო ვერც ერთი ადამიანი ვერ ცხონდებოდა. ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საკვირაო ქადაგებისას ბრძანა. პატრიარქის თქმით, ღმერთი შეუნდობს ადამიანს ცოდვებს, რომელსაც იგი აღიარებს. უწმინდესის თქმით, მართლმადიდებელ ეკლესიას აქვს აღსარების უდიდესი საიდუმლო, რომელიც ადამიანს სულიერი განწმენდის საშუალებას აძლევს. საქართველოს თავდაცვის მინისტრი მინდია ჯანელიძე სამხედრო პოლიციიდან თანამშრომლების გათავისუფლებას არ ადასტურებს. მინისტრმა აღნიშნა, რომ მიმდინარეობს რეორგანიზაციისა და რეფორმირების პროცესი, სამხედრო პოლიციის სისტემა და სტრუქტურა ნატოს მოთხოვნებთან აბსოლუტურად თავსებადი იქნება. სამხედრო პოლიციის სისტემა და სტრუქტურა იქნება აბსოლუტურად თავსებადი ნატოს მოთხოვნებთან. შესაბამისად ყველა იმ თანამშრომელს შეიძლება პოზიციის შეცვლა მოუწევს, თუმცა ყველა თანამშრომელს მიეცემა იმისი შანსი, რომ ახალი სტრუქტურის ფარგლებში გააგრძელოს თავის მუშაობა. ვაზიანში მეოთხე მექანიზირებული ბრიგადის სამწყობრო მოედანზე ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში მტკიცე მხარდაჭერის სამშვიდობო მისიაში მონაწილე ასეულის გაცილების ცერემონიალი გაიმართა. 31 ქვეითი ბატალიონის ნაკრები ასეული 6 თვის ვადით ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში სამშვიდობო მისიაში მიიღებს მონაწილეობას. ქართველი სამხედროების მთავარი ამოცანა ქაბულში მდებარე მტკიცე მხარდაჭერის ოპერაციის შტაბის უსაფრთხოების უზრუნველყოფა იქნება. მიმდინარეობს, ესე იგი, ჩვენი შეერაღებული ძალების ჩანაცვლების პროცესი გადამჭრელი მხარდაჭერის მისიაში. ჩვენ დღეს გავაცილებთ 31 ბატალიონის ასეულს, რომელიც შეუერთება ჩვენ კონტინგენტს და შესაბამისად ერთი ასეული უახლოეს მომავალში დაბრუნდება. ეს პროცესი გაგრძელდება, სანამ 52 ბატალიონის სრულად ჩანაცვლებას არ მივახდინთ. მინდა სიამაყით აღვნიშნო, რომ ჩვენი სამხედროები ძალიან მაღალ პროფესიონალურ დონეზე ასრულებენ თავის მოვალეობას, რაც ბუნებრივია, მეტყველებს ჩვენი სამხედროების დამოკიდებულებაზე, როგორც სამხედრო სამსახურის მიმართ, ასევე შესასრულებელი მისიის მიმართ. საასეულო ტაქტიკური ჯგუფის ამოცანა შედის უშუალოდ ამ მისიის შტაბის დაცვა და დაცვითი ზომების მიღება, ასევე მათ ამოცანაში იქნება იმ მიმართულებით ყველა იმ მაღალი წოდების ხელმძღვანელი პირის ვიზიტის დაცვითი ორგანიზება, რომელიც განხორციელდება ამ მისიასთან დაკავშირებით. 31 ბატალიონის მეორე ასეულის პირად შემადგენლობა მზადყოფნაში არის მისიის შეასრულებლად. პირად შემადგენლობამ გაიარა ყანის სასწავლო ცენტრში ქვეითების მომზადების კურსი. ასევე პირად შემადგენლობა ძირითადად დაკომპლექტებულია ავღანეთში ნამყოფი სამხედრო მოსამსახურებით, რომელიც ძირითადად საფუძველზე საშუალებას გვაძლევს ვთქვათ, რომ ქვედანაყოფი მზად არის ნებისმიერ დასმული ამოცანის შეასრულებლად ავღანეთში. ასეთი იყო დღეს რეგიონს გარეთ განვითარებული მოვლენები, მე გემშვიდობებით ნახვამდის. რამზან კადიროვმა ნემცოვის მკვლელობაში ბრალდებულს პატრიოტი უწოდა. ჩეჩნეთის ლიდერმა დაწერა, რომ ზაურდაევს როგორც ჭეშმარიტ პატრიოტს ისე იცნობდა.
კადიროვი აღნიშნავს, რომ ზაური ერთ-ერთი უშიშარი მეომარი იყო. ის ანტიტერორისტულ სპეცოპერაციაში გამორჩეულად იბრძოდა. ბორის ნემცოვის მკვლელობაში ერთ-ერთმა ეჭვმიტანილმა ზაურ დაადაევმა სამართალდამცველებს აღიარებითი ჩვენება მისცა. გამოძიებამ ნემცოვის მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით ზაურ დადაევსა და ანზორ გუბაშევს ოფიციალური ბრალდება წარუდგინა. რა მუხლით წარედგინათ ბრალდება ჯერჯერობით უცნობია. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის განცხადებით რუსი ოპოზიციონერის მკვლელობის გამოძიების ბოლობა და 28 აპრილით განისაზღვრა. მართალია ეს პატარა გოგონა სახელად ჰევენი მხოლოდ 3 წლისაა, მაგრამ ის უკვე პროფესიონალი მოცეკვავია. დედიკოსთან ერთად პატარა ჰევენმა უკვე ინტერნეტი დაიპყრო და მის ვიდეოებს მილიონობით ნახვა აქვს. ანტალიაში ევროპის თასის ტურნირზე ქართულმა ჭაბუკმა ძიუდოისტებმა 10 медали მოიპოვეს. თითო ოქრო ვერცხლი და 8 ბრინჯაო. ჩემპიონი რობინზონ ბეგლარაშვილი გახდა ელდარ ჯიქიძე მეორე ადგილზე გავიდა. გოგონებიდან ბრინჯაოს მედლებს ნინო მგელაძე და სოფო სომხიშვილი დაეუფლნენ. ახლა კი ნახოთ თუ როგორი ამინდი იქნება ხვალ. დღევანდელი საინფორმაციო გამოშვება დასრულდა. მე ხუჩაბათამდე გეშვიდობებით, ნახვამდის.